ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოში არსებულ ანტიდემოკრატიულ გარემოზე ისაუბრა. ბოკუჩავამ დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახსენა და თქვა, რომ ქართული ოცნების მიზანს დემოკრატიული ოპოზიციის სრული განადგურება წარმოადგენს. ბოკუჩავამ ყურადღება ოცნების მიერ დამტკიცებულ კანონებზეც გაამახვილა და განმარტა, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის გასა ნეიტრალებულადაა მიღებული. საუბრის დასასრულს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დასავლელ პარტნიორებს ზეწოლის გაძლიერებისა და ქართული ოცნების წევრებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. The last time I was here, the Democratic Political Forces delegation. ბოლოს აქ გახლდით საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციასთან ერთად, სადაც ასევე იყვნენ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. დღეს ორივე მათგანი გისოსებს მიღმა, მათ რამდენიმე დღის წინ მიუსაჯეს პატიმრობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ უარი თქვეს მისულიყვნენ დე-ფაქტო არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე, რომლის ერთადერთი მიზანი დემოკრატიული ოპოზიციის სრული განადგურებაა. ამ კვირაში დაპატიმრებულ იქნა კიდევ ორი პოლიტიკური ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ჩასვეს ციხეში. ჩემი პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 3 წელიწადზე მეტია პატიმრობაშია. არ ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ სხდომაზე მე ვიქნები თავისუფალი და შევძლებ თქვენთან შეხვედრას. ჩვენ გვყავს ქალი პოლიტპატიმრები, ჟურნალისტი, მასწავლებელი და სხვა ქალი აქტივისტები. მოგიწოდებთ თქვენ როგორც კანონმდებლებს მოუწოდოთ თქვენს მთავრობებს და უწესონ სანქციები ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, რადგან ეს არის გარედან ზეწოლის ერთადერთი გზა. ჩვენი პრინციპული პოზიციებით, განცხადებებით, ჩართულობით და პოლიტიკური პატიმრებისა და დემონსტრანტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერით უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ მათი პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა დაივიწყეს საქართველო და თვალს ხუჭავენ საქართველოში ავტორიტარიზმის ზრდაზე მცდარია.